თუ ღმერთმა ყველაფერი იცის, დროისა და სიძის გარეთ არის და შესაბამისად იცის ხვალ რას ვიზამ ან გამოხდება, სად არის თავისუფალი ნება. აი, წარმოგიდგენთ, ჩვენ გავიხედოთ ფანჯრიდან, ვუყურებთ ფანჯრიდან, ვიყურებით ახლა ჩვენ ფანჯრიდან ვიყურებით და ის ბიჭი მიდის, ხელს იქნევს. ის ბიჭი იმ გოგოს დაელაპარაკა. მეორე ბიჭი მოვიდა. ეს პირველი ბიჭი გაბრაზდა. რატო მოხვედიო უთხრა. რატო არ შეიძლება არაო? ამ გოგოს მარტო მე უნდა ველაპარაკო უთხრა. ხო. თვალები დაუკაჩა. ვაი, ხელი კრა. და თან ამას ვლაპარაკობთ და ეს თან იწერება ტექსტი შედგა. ეხლა მოდის ვიღაცა და მეუნება, აი შენ რო ეს ტექსტი დაწერე, იმიტომ აკეთებდა ეს იმას. ეგრეა? თუ პირიქით არის, პირიქით. ის რო აკეთებდა, იმიტომ იწერებოდა ეს. ასია ზუსტად ღმერთთან. ეხლა ადამიანი იტყვის რომ კი, მაგრამ ღმერთმა წინასწარ აი აქ არის ზუსტად აი როგორ ამბობენ ძაღლისთავით ამარხულიაო ეს რა იდიომაა ეგ ძაღლისთავით ამარხული ქართულია საერთოდ თუ სხვა ენიდან შემოსულია ძაღლისთავით ამარხული ეხლა ნახეთ რა შეასაქმე ჩვენ შემთხვევაში გასაგებია ხო ესე იგი რო იწერება თან პარალელურად ხდება ის რომ ხდება იმიტომ იწერება და არა პირიქით რომ იწერება იმიტომ არ ხდება და ღმერთთან ვერ ხდება გამის გაგება რატო იცით იმიტომ რომ მე დროში ვცხოვრობ ის ბიჭიც, ვინც თვალები დაკაჩა, ის დროში ცხოვრობს და შესაბამისად აი ეს კომუნიკაცია დროში თანხვედრია. ხედავ და ვამბობ. ღმერთი დროის მიღმიერი არსებაა. მე ვარ აწყოში ახლა. და არსებობს წარსული და არსებობს მომავალი და ღმერთისთვის არც წარსული არსებობს, არც მომავალი არსებობს, არც აწმყო არსებობს. არც გუშინ, არც დღეს, არც ხვალ, არც წინ, არც უკან, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ღმერთი არის დროის მიღმიერი არსება. ამიტომ ჩვენი ლოგიკა ვერ იგებს ამას, როგორ შეიძლება, რასაც მე ხა ჩავდივარ ღმერთმა ეს იცოდეს, თქვათ 100 წლის წინ. იმიტომ რომ ის 100 წელი ჩემთვის არის 100 წელი, მისთვის 100 წელი არ არსებობს. ის ახლა გესმით ღმერთი ჩვენ გვინდა რომ ღმერთი დროის კატეგორიებით გამსაზღვროთ, არ გამოვა ეს. ლოგიკა არ მუშაობს აქ. აი კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, წარმოვიდგინოთ დიდი სფერო, აი გლობუსი დიდი, აი ლავიცი, აი უზარმაზარი და არის წარწერები ზედ. წარწერები, წინადადებები, რაღაც აფორიზმები წერი. ახლა მე მითხრეს, რომ აი ეს აფორიზმები რაც აქ არის, ხო? ყველა წაუკითხე ამ ახალგაზრდებს. რამდენი ხანი მოუნდები რა? შეიძლება 3 საათი მოუნდი ამის კითხვას. შეიძლება წავიკითხო ეს მე 100 ავალტრიალო მე. ნუ დიდია და ბევრი წერია და შეიძლება მთელი დღე არ ეყოს. სანამ მთლიანად წავიკითხავ. და ვიღაცამ ინჟინერმა გააკეთა კომპიუტერული ზრუნველყოფა და კამერები გარშემო. ჩამოაცვა, ჩამოაცვა ეს კამერა და თითი დააჭირა და ერთ წამში ყველაფერი წაიკითხა. არ წამიც არ უნდა, ხო? უცებ, იმიტომ რომ თლიანად აღიქვა. ჩამოვიდა, დავაჭირე და სკანერი გააკეთა და ეგრევე დაიწერა ყველაფერი ერთდროულად. ანუ ის რასაც მე შეიძლება მთელი დღე მოვანდომო, იმან წამის ყოფაში წაიკითხა. ანუ ტექნიკური მაგალითია, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ის რისთვისაც მე მჭირდება მთელი დღე, სინამდვილეში წამის ყოფაში იქნას ერთიანად აღქმული, ერთიანად აღიქვა. აი ღმერთი კაცობრიობის ისტორიას დაწყებული სამყაროს შექმნიდან ბოლომდე ერთიანად აღიქვავს, ყველაფერი იცის. იმიტომ კი არა, რომ მისი ცოდნა ჩემს დეტერმინირებას ახდენს, არამედ ის ეგეთი ყოფიერება, ეგეთი არსებაა, გესმით და როცა რაღაცას მე მიმჟღავნებს, მე როგორც თავისუფალ არსებას მხოლოდ ვეხმარება. ბოლომდე ლოგიკურად გასაგები მაინც არ არის ეს. იმიტომ რომ ჩვენი ლოგიკა მარადიულ პერსპექტივაზე გათვლილი არ არის ლოგიკური აპარატი. აი როგორც წეგან გითხარით, სახაზავით ღმერთს ვერ გაზომავ. ვერაფრით ვერ ლოგიკის ჩარჩოებში ვერ მოაქცევ მარადიულ არსებას. რომელიც თან თავისუფალია და შენც ვერც თავისუფლებას მოაქცევ ლოგიკურ ჩარჩოებში.